Ljubljana 60 ნომერში ვართ, ეს არის ინდური სამზარეულოს რესტორანი Lunch Box X. Რატო ქვია ესე უცნაურად Box X? აგიხსნით. ნუცუბიძის ქუჩაზე არის ასევე ინდური რესტორანი, რომელსაც ქვია Lunch Box-ი. რადგან ეს არანაირ კავშირში არ არის, ეს კვების ობიექტი, ამიტომ დაარქვეს Box X. მოვედით აქ, იმიტომ რომ მოსახლეობა მოგწერა, შეწუხებულები ვართ სუნით. აყროლებულია ჩვენი სარეცხი, როდესაც უკვე სახლში შეგვაქვს და გვიშველეთ რამე. აბა ვნახოთ, რით შეგვიძლია უშველოთ Ljubljana-ს 60 ნომერში მაცხოვრებლებს. შეხით სურავს საშინლად, აი შეხედეთ რა მდგომარეობაა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის სამეზობლო, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად მთელი ქუჩა აყროლებულია და უკვე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ადამიანს აქ ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება და მათ შეუძლიათ, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერით. აი შეხედეთ როგორი მდგომარეობაა. სისუფთავეს ნელ-ნელა მივყვებით და გაჩვენებთ, მაგრამ ტილოებიდან მინდა დავიწყო და აი შეხედეთ ტილოების მდგომარეობა, აქ არ ვიცი ალბათ ერთი 5 ხელთათმანი არ მეყოფა. შეხედეთ დაფის მდგომარეობა, შეხედეთ თვითონ აი ბლენდერი რა მდგომარეობაშია, ნახეთ. კონდენსატი ნახეთ როგორია და იქეთა კუთხიდანაც გაჩვენებთ, აი გარედანაც გავალთ და გაჩვენებთ. შეხედეთ წვეთა როგორ მიმდინარეობს და არანაირი ფოლგა ამას არ უშველის. ნახეთ როგორი კონდენსატია და პირდაპირ აი აქ ნახეთ პირდაპირ კერძებში როგორ ჩამოდის და წვეთავს. მე არ ვიცი რისი ხმა არის ძალიან ესეთი არასასიამოვნო ხმა, მაგრამ ეს მე მგონი არის მაცივრის ხმა. კი ბატონო, მაცივრიდან მოდის ეს აუტანელი ხმა. მაცივარში შეხედეთ პროდუქტებიც, აი ყველაფერი უზომოდ ბინძურია, ხელს ვერაფერს ვერ მოკიდებ. ნახეთ, აი მაცივრის მდგომარეობასაც შეხედეთ, რა მდგომარეობაში არის. შეხედეთ კონტეინერები რას გავს. აი ნახეთ, ეს ყველი არის, ეს საკვები არის. შეხედეთ, აი ხელს ვერაფერს ვერ ვკიდებ, ძალიან მეზიზღება. აი ნახეთ ქვევით რა მდგომარეობაა, როგორი ანტისანიტარია. კერძის რაოდენობა ნახეთ, კერძების რაოდენობა უბრალოდ ძალიან ბევრს ამზადებენ, იმიტომ რომ აქ სულ ხალხია და როგორც არის ინდოელები, ასევე არის ჩვენი ქართველები ძალიან ბევრჯერ მინახია და უცხოელებიც, აი გარეთ აქვთ მათ დასაჯდომი და გარეთაც და შიგნითაც, ახლა ლიზა გაჩვენებთ, საკმაოდ დიდი ტერიტორია და იქ შეიძლება ნებისმიერი მომხმარებელი მოტყუდეს. შეხედეთ, აი გამწოვის მილს მოდით გავყვეთ, რომელიც არ მუშაობს რეალურად. აი როგორი კონდენსატითაა სავსე ყველაფერი და როგორ იქაც როგორი წვეთა მიმდინარეობს. კედლები ნახეთ რა მდგომარეობაშია. აი კედლები გარედან მე ვნახე და ვიყავი გასული, აი ეს სულ არის შუშაზე მიკრული მეტლახი, აი უბინძურესია, ნახეთ. აი ყველაფერი ბინძურია აბსოლუტურად. სამზარეულოს კედელი აი ქვევით რა მდგომარეობაშია და როგორი სიბინძურია. ყველაფერი გადასასხმელია აბსოლუტურად და ყველაფერი დასასუფთავებელია. ნახეთ აი მდგომარეობა ამ ტაფების, გასქურის მდგომარეობა ნახეთ. დარბაზი ნამდვილად სუფთა ჩანს, მე მომწონს სუფთა მოწესრიგებული, ნახეთ როგორი სუფთა მაგიდებია. აი ესეთი რბილი სავარძლებია, ყველგან ტრადიციულად წყალი დგას, ეს მიღებულია ინდურ სამზარეულოში. აი აქ არის ნაწილი კერძების, უпростоრად ტკბილეულობა, აი ესეთი ტკბილი ცომის ბურთულები. ნამდვილად არ არის დაბალი ფასები, 20-25 ლარი ღირსწუნიანი და სხვადასხვა კერძები, ძირითადად 30 ლარიდან დაწყებული 50 ლარით დამთავრებული. ჩვენ ვხედავთ აქ ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს ის თუ რა ხდება სამზარეულოში. იატაკი რა მდგომარეობაშია და ნაგვის ყუთი ნახეთ, მაგრამ აი საშინელება იცით რა არის, იმდენად საკუთარ თავს და ჩვენ არ გვცემენ პატივს, ნაგვის ყუთზე დევს მზა კერძი. აი შემწვარი კერძი დევს ნაგვის ყუთზე. შეხედეთ, ეხა იქაც ჩაგახედეთ. სრული კოშმარი და კატასტროფა არის. აი ნაგვის ყუთი, შეხედეთ, ამას ხელს ვერავინ ვერ მოკიდებს. ნახეთ, აი როგორი მიწეპებულია. ნუ ნაგავი არ არის იმდენი რაოდენობით და ეტყობა გატანილია. ან მიეწეპა და ფიზიკურად აღარ აღებდა უკვე. ქვევითაც მზაკერძები აბსოლუტურად არც ერთი თავდახურული არ არის. დანები ნახეთ, ტილოები ნახეთ. აი ამას შეხედეთ. აი ეს არის ტილო, ნახეთ. აი ამას შეხედეთ. ეს არის კარაქი. კარაქი არა, ეს არის მარგარინი.
შეხედეთ, აი რა მდგომარეობაში. გამწოვი მილები საშინელ მდგომარეობაშია, გაჯერებულია კონდენსატი და კონდენსატი ჩვეულებრივად წვეთავს. აი ნახეთ, რა მდგომარეობაში არის კედლები, შეხედეთ. აი რა მდგომარეობაშია კედლები. ნუ ყველგან აბსოლუტურად ზეპსი ბინძური არის. ეს არის ვითომ და სამრეცხაო, ბინძური და სუფთა ჭურჭელი, აი როგორ არის აღრეული ერთმანეთში, წყალი როგორ გამოდის, ნახეთ, აი წყალი საკანალიზაციო მილი არის დაზიანებული და ნახეთ, აი როგორ აქ თავი ჩაყოფილი და ჩვეულებრივად როგორ წვეთავს, როგორც იქ, ასევე აი აქ, ნახეთ. და ეს ტრაპი მიტოვა სველი, არ გეგონოთ, იმიტოვა სველი ტრაპი, რომ აქ რეცხვა მიმდინარეობს, არა ბატონო. აქ უბრალოდ საკანალიზაციო ორივე ონკანი არის გაფუჭებული, არ ატარებს, ორკანი არა, ნიჟარა არ ატარებს წყალს და აი წყალი ჩვეულებრივად ისხმება სამრეცხაოში. ეს რატოა, ნახეთ, აი კონდენსატის რაოდენობა, შეხედეთ, აი თურმე რატოა ეს ოთები. ჩვენი თვალის ასახვევად და ნახეთ, აი ეს არის რამოდენიმე საათში ჩამოღვენთილი ესეთი საშინელი მასა, ეს არის ალბათ ცხიმის დამჭერი და აი ესეთი მდგომარეობა არის, ნახეთ, აი ესეთი საშინელება. აქ ყველგან ასეთი მდგომარეობაა, კედლებზე, ნებისმიერ ზედაპირებზე აი ესეთი კონდენსატია, ზე ანტისანიტარია. აქვე ვნახავ საპირფარეშოს, აი აქ არის ტუალეტი, სველი წერტილი, კაფელში. ცუდი ნამდვილად არ არის. Don't use this toilet. ანუ ამ ტუალეტით არ უნდა ისარგებლო. აი ეს არის ეთყობა მუშა ტუალეტი. აი ეს არის. შეგვიძლია ვნახოთ, მოდით შევამოწმოთ წყალი თუ მოდის. აი ეს კუთხე ძალიან მოუწესრიგებელია, იმიტომ რომ აქ რაღაცა გადაგდებული ინვენტარია. აი ესეც არ მომწონს დაბლა რაც ხდება, მაგრამ არის თხევადი საპონი, კი ბატონო, არის თხევადი, მოდის წყალი. სად არის ხელსახოცი ერთჯერადი? სად არის? სადა და არცად არ არის. შეგიძლიათ შეიხედოთ, ნამდვილად არ არის. ნუ ხელს ვერ გაიმშრალებ. ეს რა თქმა უნდა მინუსია. ჩვენი მთავარი მიზეზის აქ მოსვლის იყო საჩივარი მოსახლეობის, რომელიც შეწუხებულია, რომ გამწოვი ისეა დაყენებული, რომ პირდაპირ მთელი ეს კვამლი და აი ეს სუნები ამოდის პირდაპირ სახლში, არის 7-8 სართულიანი სახლია და გასაგებია ამ ადამიანების წუხილი, რა თქმა უნდა გაითვალისწინონ მეპატრონებმა და მენეჯერებმა და ასევე იყო ნათქვამი, რომ ხშირად რაღაც სითხეებს ასხამენ აქვე ქუჩაში. გააქვთ და აი ესევე ასხამენ. ესეც რა თქმა უნდა დარღვევა, იმედია რომ მიიღებენ შესაბამის ზომებს, აი ეს რა არის, ვერ გავიგე, პირდაპირ იატაკში არის რაღაცა ლუკი, არ ვიცი, იმედია ეს არ არის საკანალიზაციო ლუკი, თუმცა არ ვიცი რისია, აშკარად იატაკშია. მოკლედ, აი ეს არის სურათი, რომელიც ჩვენ გადავიღეთ დღეს თბილისში, ლუბლიანას 60 ნომერში, ჩვენ ვიმყოფებით ინდორ რესტორანში Lunch Box X. სრული ანტისანიტარია აქაც, ძალიან მწუხვარ, აი ძალიან ცუდად სრიალებს ფეხი, კანალიზაციის ჭა, რომელიც ყარს და სუნს უბრალოდ ვერ აგიღწევს და ვერანაირად ვერ ავხადე თავი. იმიტომ რომ არ იწმინდება ეტყობა, როდესაც გაიჭედება, მაშინ ხსნიან და ასუფთავებენ. სუნია ისეთი, რომ აი ფიზიკურად ვერ დადგები და ეხლა მე მესმის იმ მოსახლეობის, რომელიც არის შეწუხებული და რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ნახეთ, მთელი ტერიტორია დავათვალიერეთ და აბსოლუტურად არც ერთი გამწოვი არ არსებობს. აი ყველაფერი არის აბსოლუტურად დალუქული და პირველი მოთხოვნა, რომ არსებობდეს გამწოვი, როდესაც კვების ობიექტი კეთდება საცხოვრებელ კორპუსში და მილი უნდა აცდეს, გამწოვის მილი უნდა აცდეს კორპუს, რო არ შეაწუხოს მოსახლეობა და მოსახლეობამ შეძლოს ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, აი ეს პრინციპი, რაც კონსტიტუციით აგვაქვს ჩვენ, რომ ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, აი ეს არის სამწუხაროდ ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტზე, ინდურ კვების ობიექტზე წართმეული. მე ძალიან მეწოდება ის მოსახლეობა, რომელიც ზევით ცხოვრობს. სწორედ აქ ლუბლიანას 60 ნომერში მომუშავე თანამშრომელი ვიპოვეთ, თქვენ აქ ოფისი გაქვთ, თუმცა მე ვიცი, რომ ეხლა მთლიანად მოსახლეობის გულის ტკივილს გადმოგცემთ. ანუ პრობლემა რაშია? გაუსაძრისი სუნი დგას, ფანჯრებს ვერავინ ვერ აღებს.
მეზობლებისგან ვიცი რომ სარეცხლეც პრობლემა აქვს, იმიტომ რომ სარეცხლოში აქვთ. სახლებში იმასაც ազდის აი ამ სამზარეულოს სუნი. წინა მხარეს რაღაც სითხეებს აქცევენ ხოლმე, რომელიც აღინიშნება კიდეც კარების წინა იმაზე საფარზე. გასაგებია. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. მადონა უკვე სამზარეულოშია. თქვენ ხედავთ უკვე რეალურ სურათს თუ რა ხდება ამ ინდური სამზარეულოს რესტორანში და ნამდვილად რეაგირებას მოვახდენთ ამ თუნდაც არ ვიცი, უნიშნელო სიგნალზე და მით უმეტეს, როდესაც მთელი სახლია შეწუხებული. ჩვენ მოვისმინეთ მობინადრის აზრი და უკვე გამოვიდა მადონა. მადონა, რა ხდებოდა ამ სამზარეულოში? ლიზა, შენ დამასწარი უფრო სწორად და ზუსტად აი იმ ადგილას ახარ, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ეს არის აი მთელი корпуსი, სადაც ფანჯრები ღიარი და ადამიანებმა ნორმალურ გარემოში უნდა იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში. აი აქედან ზუსტად აი ამ გამწოვების, ვითომ და გამწოვებისგან აი გამოდის ყველაფერი ორთქლის, სუნი და აი ყველანაირი კონდენსატი და ასე შემდეგ და აი შეწუხებულია სრული მოსახლეობა და ძალიან კარგია რომ ეს ადგილი აღმოაჩინე ლიზა და აჩვენე, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს არის იმის მაგალითი, როგორ ირღვევა საქართველოში ჩვენი უფლებები და წართმეული გვაქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის უფლება. იძულებული ვართ, აი დავემორჩილოთ და ტოლერანტობის გამო გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და აი ყველას ნებისმიერ უცხოელს შეუძლია ქართული კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობა უგულველყოს და ჩვეულებრივად აი თავისი წესები დააწესოს და აი ესე აწარმოოს პროდუქტი და აკეთოს ბიზნესი ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე.